გამარჯობა, ეს პალიტრა ნიუსია, თქვენ უყურებთ გადაცემა მკურნალს. მე კი მისი წამყვანი ვარ, ანესთეზიოლოგი ქეთევან არაბიძე. დღეს გვაქვს ძალიან მოთხოვნადი თემა, რომელიც თქვენ ძალიან გაინტერესებს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მამოპლასტიკაზე. სტუმრად გყავს ქალბატონი თამარ მირაშვილი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. გამარჯობა ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა რომ გამოგქაჩეთ თქვენი საოპერაციოდან და მადლობა რომ გამოგვიყავით დრო. პირდაპირ გადმოვალ პირველივე კითხვით, რა არის მამოპლასტიკა, ჯერ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, ქეთი, ძალიან სასიამოვნოა ამ ამპლუაში შენი ხილვა. მადლობა. ისეთივე წარმატებული გადაცემა გექნება, როგორიც კარიერა გაქვს და სანდო და ძალიან ისეთი სიმშვიდის მომგვრელი თითოეული ქირურგისთვის, ვისაც უწევს თქვენთან მუშაობა. მამოპლასტიკა რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, უფრო იზრდება მამოპლასტიკაზე მოთხოვნა, კონკრეტულად მამოპლასტიკა გულისხმობს ძუძუს პლასტიკას. არა მკერდის პლასტიკას, არა დავაკონკრეტოთ, ძუძუს ფორმის, ზომის შეცვლის ოპერაციებს. რაც დრო გადის, როგორც აღნიშნე, უფრო იმატებს მოთხოვნა ქალბატონების მხრიდან, ზოგადად არა მარტო მამოპლასტიკაზე, ზოგადად პლასტიკურ ოპერაციაზე და შესაბამისად, როგორც უკვე აღნიშნეთ, ძუძუს ფორმის და ზომის შეცვლის ოპერაციებზე. უფრო მშვიდი ხდება პაციენტი, უფრო მეტი ინფორმაცია, რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, უფრო სანდო ხდება ის მასალა, რასაც ვიყენებთ, რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იხვეწება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, ქირურგისთვისაც უფრო მეტი სიმშვიდეა და შესაბამისად პაციენტისთვისაც, რომ ეს საკმაოდ დიდი რადიკალური ცვლილება ჩავატაროთ სხეულზე. დიახ, აი განსხვავება არის, ესე იგი, აუგმენტაციასა და მასტოპექსიას შორის. რო ავხსნათ განსხვავება აუგმენტაციასა და მასტოპექსიას შორის. აუგმენტაცია ტერმინი ზოგადად მოცულობის გაზრდას გულისხმობს. ძირითადად აუგმენტაციური მამოპლასტიკა ძირითადად რა თქმა უნდა გულისხმობს იმპლანტით მოცულობის გაზრდას. რაც შეეხება მასტოპექსიას, ეს რა თქმა უნდა ზომაში შემცირება არის, ესე მარტივად გასაგებად რო ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალბატონებისთვის დიდი ზომის დაშვებული ძუძუს ზომა და ფორმა. ეს როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით საკმაოდ რთულია ამ დიდი სიმძიმის ტარება, რა თქმა უნდა, ხერხემლისთვისაც დიდი დატვირთვაა და რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც დიდი მოცულობას სხეულის წინა ნაწილზე ატარებ, ქალბატონებისთვის ძალიან არასასიამოვნო და არაკომფორტულია და ძირითადად მათი მხრიდან მოთხოვნა არის ხოლმე, მოთხოვნა თუ რაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ აი კონკრეტულად ზომას კი არ ვთხოვენ ხოლმე მაქსიმალურად პატარა, მაქსიმალურად იმდენად დაღლილები არიან ამ დიდი მოცულობის ძუძუთი. და რა თქმა უნდა, ხა ესთეტიურადაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უფრო ხშირად როგორი წლოვანება პაციენტების არის მნიშვნელოვანი, აი რომელი წლოვანების პაციენტები მოგვართავენ. რაც შეეხება ზომის გაზრდას, საკმაოდ პატარა ასაკიდან უკვე, როდესაც სხეული ყალიბდება, უკვე გრძნობს ახალგაზრდა გოგონა, რომ უკვე მეტი შანსი აღარ არის და ზომაში აღარ გაიზრდება ჩვენი დახმარების გარეშე და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდანაც მოგმართავენ. ამ დროს არის რა თქმა უნდა შიში იმისა, რომ ლაქტაციას შეძლებს და რაიმე შეზღუდვა ხომ არ ექნებათ და ჩვენ ამ ყველაფერს ვუხსნით, ახლა ყველა ქირურგი ვალდებული ვართ, ეს პაციენტის უფლებაა და ჩვენი ვალდებულება, რომ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ იმპლანტთან დაკავშირებით, რომელიც თავსდება ორგანიზმში და ჩვენ სხეულში მათ სხეულში რჩება მუდმივად და შეძლებენ თუ არა ამასთან ერთად ორსულობა, ლაქტაციას და რამე შეზღუდვა ხომ არ არის და რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვა არ არის. ძირითადად როდესაც არის განსაკუთრებით მკერდის დიდი კუნთის ქვეშ იმპლანტი მოთავსებული, ძირითადად შეზღუდვა არ გვაქვს ხოლმე ლაქტაციასთან დაკავშირებით. დიახ, იცით რა ის ასაკობრივ ჯგუფზე რომ ვილაპარაკ, აი თქვათ, როდესაც მოდის 18 წლის გოგონა, თქვენ როგორ თვლით, აი თქვენი პირადი შეხედულება მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თქვენ რისკ ფაქტორზეც ელაპარაკებით, მაგრამ ანუ ამ დროს როგორ რამდენად გასაგები ხდება ამ ადამიანებისთვის თქვათ, რომ გაიკეთონ თუ არა, რამდენად მოყვებიან თქვენ საუბარში.
ეს ალბათ ზოგადად ქირურგზეც არის დამოკიდებული და მის მიდგომაზეც არის დამოკიდებული, მე ცოტა ქალური დამოკიდებულება მაქვს ალბათ ამ საკითხის მიმართ. 18 წლის ახალგაზრდა გოგონას უნდა ყველაფერი, უნდა მაშინვე, უნდა იმ დღესვე. მაგრამ მე ყოველთვის მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა დაფიქრების საშუალება კონდეს, გაიაროს მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და კარგად იყოს ჩამოყალიბებული და რა თქმა უნდა, რაღაცა ვცდილობთ, რომ ცოტა უფრო დროში გავწელო ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდი და უფრო ჩამოყალიბებულ ასაკში შედის ქალბატონი, რა თქმა უნდა, უფრო მე სხვანაირად გაზრებული აქვს ეს ყველაფერი და რატომ და რისთვის უნდა და ნამდვილად უნდა თუ არა ეს რადიკალური ცვლილება. კი, მე ვეთანხმებ, რომ შესაძლოა თქვა მშობიარობების შემდეგ არის აბსოლუტურად გასაგები, იმიტომ რომ ფორმა მაინც ძალიან იცვლის და ზოგი ხალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ ესთეტიურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. იცით რა, მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთი, აი, როდესაც მოდის პაციენტი თუ უჭირდება რამე განსაკუთრებული მომზადება ამ ოპერაციისთვის, აი კონკრეტულად ძუძუს იმპლანტაციისთვის. პაციენტი ჩვენთან როდესაც მოდის პირველი რაც უნდა მიიღოს და რითიც უნდა მოემზადოს ეს არის სწორი ინფორმაცია. ძირთადად უამრავი წყარო არსებობს ინფორმაციის მიღების, თუნდაც მეგობრები იკეთებენ, თუნდაც დადიან სხვადასხვა ქირურგებთან და რაღაც ინფორმაციას აგროვებენ, სანამ ჩამოყალიბდებიან და ეს ცუდი არ არის. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე სწორი მომზადება პაციენტის არის ის, რომ მიიღოს სწორი ინფორმაცია და კარგად კონდეს გააზრებული ეს ყველაფერი. ну რაც შეეხება ხა სამედიცინო თვალსაზრისით, მამოლოგისგან გჭირდება დასტური, რომ ძუძუს ქსოვილი არის იმ მდგომარეობაში, ჩვენ შეგვიძლია მასზე ესთეტიკური ოპერაცია ჩავატაროთ და სტანდარტული ასაკის და იმ ოპერაციის შესაბამისი წინასაოპერაციო კვლევა და დასტური ჩვენი კოლეგებისგან, კონსულტანტებისგან, რომ შეიძლება ჩავატაროთ ოპერაცია. ანუ მულტიდისციპლინარულად მუშაობ, თქვენ გუნდური მუშაობა, რასაკვირველია. ეხლა მითები სილიკონთან დაკავშირებით, ესე იგი მითები მე პირადად რაც გამიგია, რომ შეიძლება გასკდეს ფრენის დროს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მინდა რომ ამ მითებზე ვილაპარაკოთ და არ შეეშინდეს პაციენტს, თქვათ, სილიკონთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა მითია უამრავი სილიკონიანი იმპლანტიანი პაციენტი დაფრინავს უსაფრთხოდ და ძალიან კარგად. არანაირი გართულება რა თქმა უნდა არ არის ამ კუთხით. ну რა თქმა უნდა იმპლანტის დაზიანება არის შესაძლებელი დიდი მექანიკური ზეწოლის შედეგად, ჩხლეტავიან, ძალიან ბასრიან რაღაცა არასასიამოვნო ინციდენტი თუ მოხდა, რა თქმა უნდა შესაძლებელია მისი დაზიანება ჩვეულებრივი სილიკონის ზედაპირია და შესაბამისი გელია შიგნით და ლოგიკურიც არის რომ დაზიანდება. მაგრამ რა თქმა უნდა მისი დაზიანება არ ხდება ესე ოდნავი ზეწოლით, მასე დაწოლით და ანუ საკმაოდ გამძლეა გინდა საკმაოდ გამძლეა და არც ეს 10 წელიწადში ჭირდება გამოცვლა. ძალიან ხშირად გამიგია პაციენტებისგან, ყოველ 10 წელიწადში უნდა გამოცვალოთ სილიკონი. რაზეა დამოკიდებული? ან ნამდვილად ჭირდება 10 წელიწადში გამოცვლა? ზოგადად ჩვენი შეხედულება არის, რაც დრო გადის, ყველაფერი იხვეწება. ყველაფერი უკეთესია ტექნოლოგიურად წინსვლა მინიმუმ 10 წელში უფრო უკეთესი და უფრო დახვეწილი იქნება ყველაფერი, როგორც სწრაფად მიდის ყველაფრის განვითარება. შესაბამისად, რატომაც არა თუ კიდე უკეთესი იქნება, რატომაც არ უნდა შევცვალოთ, მაგრამ ცალსახად რომ იმპლანტი შევცვალოთ ზუსტად 10 წელში ესეთი რაღაც არ არსებობს. რა თქმა უნდა რეკომენდაციას ვაძლევთ სასურველია დაახლოებით 10 წლის შემდეგ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე მინიმუმ იმის გამო რომ ჩვენ ვიცვლებით 10 წელში რაც დრო გადის ვიცვლებით ჩვენი სხეულის ფორმები იცვლება, ჩვენი კანის სტრუქტურა იცვლება და ის ზომები, ის ფორმები, რაც შევარჩიეთ იმ კონკრეტულ დროს წინასაოპერაციო, შეიძლება სულაც არ იყოს პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელი 10 წლის შემდეგ, იმიტომ რომ უბრალოდ პაციენტი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბევრი ფაქტორი არის იმისთვის მიზეზი, რომ შეიძლება 10 წლის მერე ნელ-ნელა ვიფიქროთ, რომ შევცვალოთ უბრალოდ უკეთესი ფორმისთვის, უკეთესი ზომისთვის და უბრალოდ კიდევ უფრო ძალიან კარგებია, მაგრამ უფრო კარგები რომ
რომ უკეთესიც რომ მქონდეს. დიახ. აი რეკონსტრუქციულ ქირურგიაზე არ კონკრეტულად რომელიც ძუძუს ეხება მაგაზე გვაინტერესებს ინფორმაცია. რას ნიშნავს რეკონსტრუქციული ქირურგია, როგორ გაიგოს პაციენტი? რეკონსტრუქცია ანუ რეალურად არარსებული ან დაზიანებულის ხელახლა აღდგენა, ანუ ეს შეიძლება მიზეზი იყოს თანდაყოლილი პრობლემა, როცა ვთქვათ თვითონ ძუძუს ქსოვილი არ ჩამოყალიბდა, ან მკერდის დიდი კუნთი არ არსებობს და ამან ვთქვათ ორმხრივად განსხვავება მოქცეს, ან საერთოდ არ არსებობს მსგავსი თანდაყოლილი დაავადებები, ესე რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა ტრავმა ან ონკოლოგია ყველაზე რთული რაც არის, ანუ ონკოლოგიის შემდეგ ან სექტორული მასტექტომია, ანუ ძუძუს ქსოვილის რეზექცია, მოკვეთა რომ არის ჩატარებული, ან სრული მასტექტომია, როცა სრულად ძუძუს ქსოვილი არის მოკვეთილი. ესე დროს ხდება ფაქტიურად ახალი ძუძუს ქსოვილის შექმნა. ძირითადად ეს არის კუნთის მოტრიალებით, დამოუკიდებელი ნაფლეთის გადანერგვით, შესაძლებელია სილიკონის იმპლანტთან ერთად გაკეთდეს ეს ყველაფერი, არსებობს ექსპანდერები, რომელიც ინერგება, რომელიც ნელ-ნელა იბერება, რომ კანის მოცულობის გაზრდა მოხდეს. ეს საკმაოდ სერიოზული დასაგეგმი და მულტიდისციპლინური გარემოში უნდა მოხდეს ეს განხილვა, რა დროს შეიძლება დასრულებული არის თუ არა მასთან ეს მკურნალობა, სტაბილური მდგომარეობა არის თუ არა ქსოვილების, იმიტომ რომ საკმაოდ ტრავმული ოპერაცია არის და მარტო ოპერაცია არ არის, მისი რეაბილიტაციის პროცესი sakmod სერიოზულია. ანუ ხანგრძლივი ოპერაციას თვითონ ოპერაციულადაც ხანგრძლივი არის. საკმაოდ სერიოზულ მიკროქირურგიულ ტექნიკას მოითხოვს აი ამ ოპერაციის წარმოება. დიახ. აი ასიმეტრიაზე რას გვეტყვით? როდესაც არის ძუძუს ასიმეტრია, ან ერთი ძუძუ უფრო მოზრდილია ვიდრე მეორე. ამ შემთხვევაში თუ ხდება გათანაბრება ორივე ძუძუს. დიახ, შესაძლებელია მოცულობა იყოს, სხვადასხვა შესაძლებელია დროილის დგომა იყოს სხვადასხვა სიმაღლეზე და პოზიციაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ერთმანეთს დავანზღავსოთ. ხანდახან ხდება ხოლმე სხვადასხვა მოცულობის იმპლანტის ჩადგმა, რა თქმა უნდა ეს ერთად უნდა იყოს აბსოლუტურად სტაბილურ წონაზე, როდესაც მსგავსი ოპერაცია კეთდება, არ უნდა იყოს ცხიმის ხარჯზე ეს ერთი მოცულობის მომატება. დიახ, ანუ ამას სწორი დაგეგმარება ჭირდება და შესაძლებელია ერთს უბრალოდ ერთ მხარეზე მხოლოდ აგუმენტაციური მამოპლასტიკა ჩატარდეს, მეორე მხარეს დაჭირდეს როგორც ლიფტინგი, ანუ ქსოვილების აწევა, ზედმეტი ქსოვილების მოკვეთა, დროილის რეპოზიცია და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ასეთ რთულ შემთხვევაში ერთმანეთს დავამსგავსოთ. მაგრამ რა თქმა უნდა პაციენტი ინფორმირებულია, რისი შანსი აქვს მის კონკრეტულ შემთხვევას. დიახ. რამდენად ხშირად არის ეს ძუძუს ასიმეტრია ზოგადად? ხშირად ყავთ ასეთი პაციენტები? როგორ გითხრათ, სამყაროში სიმეტრიული არაფერი არ არსებობს, მაგრამ მკვეთრი ასიმეტრია ძალიან ხშირად არ არის, მაგრამ ხა სტატისტიკით რომ შორიდან რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა არის ხოლმე. კარგით, ეხლა ვისაუბროთ გართულებებზე, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს მაყურებელს ყოველთვის გართულება. რას მოიცავს გართულება და როგორია მისი მკურნალობა? დავიწყოთ გართულებებზე იმპლანტთან მიმართებაში. ანუ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა და რისი ეშინია პაციენტს. პირველად პაციენტი რომ მოდის, არ ეშინია არაფრის გარდა ონკოლოგიისა, რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, ძალიან სათუთი თემა, სარძევე ჯირკვალი არის და შესაბამისად პირველი შეკითხვა აქვს თუ არა კავშირი ონკოლოგიურ დაავადებასთან ამ კონკრეტულად იმპლანტის მოთავსებას. არ აქვს კავშირი. ანუ არ იწვევს კონკრეტულად იმპლანტის მოთავსება გულმკერდზე ონკოლოგიის განვითარებას. მაგრამ არის ესეთი გართულებები, რომელიც უშუალოდ ვითარდება ორგანიზმის რეაქცია კონკრეტულად იმპლანტის მიმართ. რაც არ უნდა ორგანიზმთან თავსებადი იყოს, მაინც აქ არის პრობლემა იმისა, რომ
ორგანიზმი მას აღიქვავს როგორც უცხოს. უცხოს სხეულს კი ბატონო. და სხვადასხვა სახით გამოვლინდება ეს რეაქციები. ეს არის შესაძლებელია უფრო მსხვილი სქელი კაფსულის ჩამოყალიბება, შესაძლებელია ამ კონკრეტულ ჯიბეში ჭარბი რაოდენობით სითხის შევსება და მოგროვება და ნუ სხვა გზა თუ არ არის და სხვა გამოსავალი არ არის და ნუ ვერ შეჩერდა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ეს იმპლანტი მომსაღები იყოს თავის კაფსულის ამოკვეთასთან ერთად და მერე დაიგეგმოს უკვე ან იმავე ოპერაციაზე, ან შემდეგ რომ მოთავსდევს სხვა იმპლანტი და უფრო სიმშვიდე განიცადოს ორგანიზმი. ყოველ შემთხვევაში გამოსწორებადია ეს აბსოლუტურად. ძირითადი გართულებები არის ესთეტიკურად შესაძლებელი არადამაკმაყოფილებელ შედეგთან და ცოტა ემოციური მდგომარეობა რთულია ხოლმე იმ დროს ძალიან ძნელია პაციენტისთვის, მაგრამ ამაზე სტატისტიკით ძალიან დაბალია ამ გართულებების რისკი და წინასწარ ინფორმირებულია პაციენტი და გონდურად ჩვენს და პაციენტიც ერთად გავდივართ თუ დადგა ეს რთული ეტაპი. კი ბატონო, რას ურჩევდით პაციენტებს? პაციენტებს ურჩევდი, რომ რაც ძალიან უნდათ, აუცილებლად უნდა გააკეთონ. თუ ძალიან სურთ, თუნდაც გარეგნობაში ცვლილებების შეტანა აუცილებლად უნდა შეიტანონ. მაგრამ ეს უნდა უნდოდეთ მათ. არავის გამო ეს არ უნდა გააკეთონ, არავის გავლენის გამო არ უნდა გააკეთონ. მოდიან პაციენტები გვეუბნებიან, რომ აი მეუღლე მითხრა, დედა მითხრა და რაღაცა მე დიდად არ მინდა. ესეთ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ ნამდვილად პაციენტს არ თუ სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა გახდეთ მეტად თავდაჯერებული პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გაითვალისწინებენ ჩვენი პაციენტები თქვენს რჩევას. თქვენ კი რა თქმა უნდა კიდევ მობზანდებით ჩვენთან სტუდიაში, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამ თემასთან და თქვენი თემა ძალიან გავრცელებული და საინტერესოა ხალხისთვის. ახლა დაგემშვიდობებით და გისურვებთ ბევრ თავდაჯერებულ პაციენტს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. თქვენ კი არ გადართოთ, ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ უკვე რეაბილიტაციაზე.